რადგან ღმერთის სიტყვის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს. ბევრ დროს არ წაგართმევთ, მინდა პირველ რიგში წავიკითხო მონაკვეთი იოანეს სახარებიდან, პირველივე თავიდან. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს. იყო წუთისოფელში. წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი, მაგრამ ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნեն არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან. ამენ. დიდება უფალს. როგორც წერია, მეგობრებო, დასაწყისში იყო სიტყვა და ყველაფერი დაიწყო სიტყვისგან. და ეს სიტყვა არ ყოფილა ჩვეულებრივი სიტყვა. ეს სიტყვა იყო თავად ღმერთი. ამ სიტყვას თავის თავში ჰქონდა სიცოცხლე. კარგი ის არის, რომ როდესღაც ეს სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ძალით შემოვიდა, რომ ჩვენს გულებში ამან გააჩინა რწმენა და დაბადა ის ბუნების მატარებელი, მაღლიდან შობილი ადამიანი. თუ სიტყვას არ ისმენს ადამიანი, ხო? და გარეგნულად იბამს რაღაცა საქმეებს, რიტუალებს, მასში სიცოცხლე არ არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ წავიკითხეთ მონაკვეთში, რომ სიტყვა ატარებს სიცოცხლეს. ამიტომ გარეგნულად რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ შიგნით გულში ამ სიტყვის მატარებელი არ არის, ცოცხალი სიტყვის მატარებელი არ არის, რომელსაც ღმერთის სული აცოცხლებს ადამიანში, მაშინ ეს ადამიანი სიცოცხლის მატარებელი არაა. როგორც უკვე წავიკითხეთ, თავიდან ყველაფერი დაიწყო სიტყვით. აი თუნდაც ჩვენს ცხოვრებაში პარალელი რომ გავავალოთ. განას სიტყვა არ ვირწმუნეთ თავიდან, როდესაც გველაპარაკნენ. ის მეორე საკითხია, რომ სულიწმინდა ჩაერია და ეს სიტყვა ჩვენთვის ცოცხალი გახადა. იმიტომ რომ იესო ქრისტე ამბობს, რასო კლავს, მაგრამ სული აცოცხლებს. სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ მთელ მსოფლიოს აქვს თითქმის მოსმენილი, მაგრამ ყველასთვის სათანადო შედეგები ვერ მოაქვს. იმიტომ რომ ყველასთვის ეს სიტყვა გაცოცხლებული არაა. ყველას აი ამ სიტყვის სიცოცხლე არ ეძლევა. ამ სიტყვაში არისო სიცოცხლე, ჩვენ წავიკითხეთ და ეს ღვთიური სიცოცხლე აძლევს ადამიანებს სინათლეს. ნახეთ, ჩვენ ვართ ღმერთის მიერ გაჩენილი ადამიანები. და ღმერთის მიერ გაჩენილ ადამიანებს ჭირდება ღვთიურივე სიცოცხლე, რათა ამ სიცოცხლით ისინი სინათლეში დადიოდნენ. ჩვენ სინათლეს დღეს განსაკუთრებით შევეხებით. სიტყვაზე აქცენტი იმდენად არ გვექნება, რამდენადაც სინათლეზე, იმიტომ რომ სინათლეში სიარული არის განსაკუთრებული პრივილეგია ჩვენთვის. ეს ღვთიური სიცოცხლე და სინათლე, რომელიც ადამიანს ეძლევა, ახალ ათვლას იწყებს ადამიანის ცხოვრებაში. აი ძალიან ხშირად ჩვენ ვართ ხოლმე ისეთ სიტუაციაში, რომ არც კი ვიცით რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. არც კი ვიცით რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს გამოწვევებს ცხოვრებაში. არ ვიცით რა პროფესია ავირჩიოთ, რა მსახურებას მოვკიდოთ ხელი, რომელ ბიზნესს მოვკიდოთ ხელი, სად ვიცხოვროთ, ან როგორ გავაგრძელოთ ხვალინდელი დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გონების განათება, სინათლე. ხო ხსმენიათ არა, ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ გონება გამინათდა. აი ჩვენ ხშირად, როდესაც წმინდა წერილს ვკითხულობთ, გამოცხადებას ვღებულობთ ხოლმე. და ეს გამოცხადება რას უკავშირდება? სინათლის მოსვლას. აი მახსოვს ერთხელ ცუდად ვიყავი ძალიან და ჩემზე უფრო გამოცდილი მორწმუნეები, რამოდენიმე თვის მორწმუნე ვიყავ. და სამწვერა ნერვის ანთება დამემართა, ძალიან მткиოდა თავი. დავცივდი და მეუბნეოდა, რომ შენ უკვე განკურნებული ხარ ქრისტე იესოს ჭრილობებში, მიიღე და ეს სიტყვები მოდიოდა ჩვეულებრივად და
მიდიოდა ჩემგან, არაფერს არ მაძლევდა. და სახში ჩავიკეტე და ვლოცულობ, ღმერთო, რას ნიშნავს განკურნებული ვარ? თუ განკურნებული ვარ, აბა ეს რატომ მткиვა? თუ მაქვს ეს განკურნება, მაშინ მომეცი უფალ. თუ არ მაძლევ რაღაცა მიზეზის გამო, ხო? მაშინ ესეც მითხარი რა მიზეზის გამო არ მაძლევ. თუ არა და მე სხვა გზა არ მაქვს და იცით რა, რაღაცა მომენტში უფალი დამელაპარაკა და აი ამ სიტყვამ შემოიტანა სიცოცხლე ჩემში. ამ სიცოცხლეს მოყვა სინათლე, ამ სინათლემ გამინათა გონება და გამოცხადებით მივხვდი იმას, რასაც მანამდე სხვა მორწმუნეები მეუბნებოდნენ, მაგრამ ჩემს გონებას სინათლე არ ეძლეოდა. და როგორც კი ეს გამოცხადებით მივიღე, მე ვიგრძენი როგორ შემოვიდა განკურნება ჩემს ცხოვრებაში. იცით ძალიან ხშირად ჩვენ იმის გამო რომ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ვქარობ და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. არადა ამ ღვთიურ სინათლეზე წერია ჩვენს მიერ წაკითხულ მონაკვეთში, რომ ეს ღვთიური სინათლე უნათებს ამ ქვეყნად მოსულ თითოეულ ადამიანს. მაგრამ უნათებს კი მეგობრებო, ჩვენ ცოტა მოგვიანებით წავიკითხეთ იქვე, რომ ვინც მიიღო ეს სიცოცხლე, ვინც მიიღო ეს სიტყვა და სინათლე, მათ მიეცა ხელმწიფება, რომ გამختარიყვნენ ღმერთის შვილები. მათ მიეცათ ხელმწიფება, რომ მაღლიდან შობილიყვნენ. ისინი გახდნენ რეალურად ამ სინათლის მემკვიდრეები, სინათლის ძენი და ასულნი, როგორც წერია წმინდა წერილში. შესაბამისად, ის კი არის მოსული ამ ქვეყნიერებაზე ყველა ადამიანისთვის გასანათებლად, მაგრამ ყველა ადამიანი ვერ სარგებლობს ამ სინათლით. გაითიშა? ისმის ჩემი ხო? კი, ჩვენ გავითიშეთ თუ შენ გაითიშე გურო? არა, თქვენ გაითიშეთ. აა. მე და აგერ ვენერას ვხედავ, რომ ჩართულია. კარგი, შესაბამისად, ეს სინათლე ყველას ავტომატურად არ ეძლევა მეგობრებო. და თუ თქვენ მან ძიხართ მაღლიდან შობილი ადამიანები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ამ არჩევანს არ აკეთებს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ეს სინათლე საკმარისად ვერ შედის. თუმცა არც იმას ნიშნავს ეს ავტომატურად, რომ რადგან ჩვენ ერთხელ ვირწმუნეთ იესო ქრისტე და მაღლიდან ვიშვით, ეს სინათლე ოპერირებს, მოქმედებს და მართავს და ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამ სინათლეს არ ვუშვებთ ხოლმე სადღაცა ბნელ კუთხე კუნჭულებში. ჩვენ თვითონვე ვბლოკავთ და იქ სიბნელე არ არის დამარცხებული. თუმცა ჩვენ წავიკითხეთ, რომ სინათლე მოვიდა, მან ბნელში გაანათა და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. სინათლე ამარცხებს ბნელს და ბნელს არ შეუძლია სინათლის დამარცხება, მაგრამ სინათლეს შეშვება ჭირდება ნებისმიერ სფეროში ჩვენი ცხოვრებისა. ნახეთ, როდესაც ჩვენ ეს იოანეს პირველი თავის დასაწყისი მუხლები წავიკითხეთ, ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტიურად სიტყვა ღმერთისა და სინათლე ღვთიური ჭეშმარიტი ერთმანეთთან არის გაიგივებული. იმიტომ რომ ეს სიტყვა ატარებს თავის თავში სიცოცხლეს და ეს სიცოცხლე არის ადამიანებისთვის გამნათებელი. ანუ თუ არ იქნება სიტყვა, არ გვექნება სიცოცხლე და თუ არ გვექნება ღვთიური სიცოცხლე, არ გვექნება სინათლე. შესაბამისად, თუ არ იქნება სინათლე, ბნელი ისევ იძალადებს იმ სფეროებში ჩვენი ცხოვრებისა, სადაც სინათლე არ გვექნება, სადაც ნაკლები იქნება სინათლე, სადაც ღვთიური სიცოცხლე არ იქნება, სადაც არ იქნება ღმერთის სიტყვა. აი ახლა მინდა ცოტა ხანი პაუზა გავაკეთო და მოგცეთ საშუალება დაუფიქრდეთ. არის სფეროები ჩვენ ცხოვრებაში, სადაც ღმერთის სიტყვას არ ვაძლევთ შესვლის შესაძლებლობას. რას გულისხმობ ამაში? აი მაგალითად, წმინდა წერილში წერია, რომ არ იცრუო, ვინაიდან სიცრუის მამა არის ეშმაკი. ვაძლევთ ჩვენ ცხოვრებაში ამ სიტყვას, ბატონობის უფლებას. მართლა
ყველა სფეროში ბატონობს ჩვენში ეს სიტყვა. თუ რომელიმე სფეროში ეს სიტყვა ვერ ბატონობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე ღვთისა იქ არ შედის. სიცოცხლე ღვთისა იქ რომ არ შედის, სინათლე ვერ მიყვება. სინათლე თუ ვერ მიყვება, ესე იგი იქ ბნელი ჯერ ბოლომდე დამარცხებული არ არის. არის სფეროები ჩვენ ცხოვრებაში, სადაც ღმერთის სიტყვა აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს და ხელმწიფებას და გაბატონებულია, მაგრამ შეიძლება იყოს სფეროები ჩვენ ცხოვრებაში, სადაც ღმერთის სიტყვა ბოლომდე არ მართლობს და შესაბამისად იქ სიბნელე ბოლომდე არ არის დამარცხებული. ბნელი ვერ ამარცხებს სინათლეს, ესეც ამ მონაკვეთიდან წავიკითხეთ. საკმარისია მცირე სინათლეც კი, რომ საუკუნეების განმავლობაში დაბნელებული და დაგროვებული სიბნელე ერთ წამში გაქრეს. რაც არ უნდა დიდი სიბნელე იყოს, ერთ ნათურას რო ავანთებ ხოლმე ოთახში, ერთ პატარა ტელეფონის ფანარს რო ავანთებ ხოლმე ოთახში, სიბნელე მარცხდება იმ პატარა სინათლესთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნად მოსული სინათლე, ზეციდან მოსული სინათლე ავტომატურად უნათებს ყველა ამ ქვეყნად დაბადებულ ადამიანს. ეს ჩვენი არჩევანია. ეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი ცხოვრების თითოეულ სფეროში. ვუშვებთ თუ არა, ვაძლევთ თუ არა უფლებას, რომ ღმერთის სინათლემ გაანათოს. სხვანაირად, თუ არ მივიღებთ, თუ არ დავემორჩილებით იმ სფეროში, გვაყალდება ღმერთის დიდება, გვაყალდება სინათლე და სიბნელეში დავდივართ. და როდესაც სიბნელეში დავდივართ, მეგობრებო, იცით რა ხდება? გაუთვლელი რაღაცეები ხდება ხოლმე. ჩვენ შეიძლება სიკეთეს ველოდეთ, მაგრამ ორმოში ჩავარდეთ. შეიძლება გონია, რომ რაღაცა კარგი მოდის ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ სიბნელეში რაღაცა ზიანი მოდის. და მჭამელს პირი ვერ უკავდება ხოლმე. და მჭამელი ანადგურებს ხოლმე, იმიტომ რომ ის სიბნელიდან მოქმედებს. იქ სადაც სინათლე შედის, სიბნელე იქ ავტომატურად ქრება. არ შეუძლია არანაირი ძალა, მთელი ჯოჯოხეთი რო აღდგეს, მეგობრებო, სინათლესთან ის მაინც დამარცხებული იქნება. მაგრამ ისინი, ვინც მიიღო ეს სიტყვა, ვინც მიიღო ეს სიცოცხლე ღმერთის სიტყვისა, ვინც ამ სინათლის ძედ გარდაიქმნა, მათზე წერია, რომ მათ მიეცათ ხელმწიფება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები. ხელმწიფება იცით როგორ უნდა გავიგოთ? იურიდიული უფლება. აი თუ ვინმე იურისტი ხართ, მან აუცილებლად მიხვდებით ეს რას ნიშნავს. კანონიერი უფლება. მეგობრებო, აი ზოგიერთი თქვენგანი მან ამერიკის მოქალაქეა და კანონიერი უფლება აქვს ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს გააჩნიათ. ამას ნიშნავს მოგეცეს ხელმწიფება გახდე ღმერთის ზედაასული. თქვენ გეძლევა უფლება მამა დაუძახო საბაოთ უფალს. ყველას არ აქვს მას მამად მოხსენიების უფლება. იცით იესო ქრისტეზე ამიტომ ღიზიანდებოდნენ ებრაელები. ჩვეულებრივი ადამიანი ხარო და ღმერთო საკუთარ მამად მოიხსენიებ. ისინი დიდი აბრაამს უწოდებდნენ საკუთარ მამას. მაგრამ იესო ქრისტემ ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, იმიტომ რომ ის ღმერთის სულისაგან შობილი იყო და ჩვენც ვინც ღმერთის სულისაგან შობილები ვართ, ვინც ეს სიტყვა მიიღო, გულში შეერწყა რწმენას, ვინც სიბნელიდან სინათლეში გადმოიყვანა ჩვენი ღმერთის ძემ, ჩვენმა ბატონმა და უფალმა, იესო ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, ვინც სიბნელიდან სინათლეში გადმოგვიყვანა, ჩვენც მოგვეცა უფლება, რომ მამა ვუწოდოთ მას. ყველა შესაბამისი შემადგენლით. იცით როგორ არის? აი წეგან ჩემმა შვილმა და თუნამ დამირეკა და მამა, მეგობრებთან ერთად იქ უჯრედი გავდივარ და ცოტა ფული მჭირდება. მამა ვარ. ვიცი რომ ის ჩემს ნებაშია. იქ არის სადაც მე მინდა რომ ყოფილიყო და თანხა გადაირიცხა. მას არ ქონდა უფლება დაერეკა მეზობლისთვის, მოეთხოვა რომელიმე მეგობრისთვის და რომც მოეთხოვა, დიდი ალბათობით მიიღებდა უარს, მაგრამ მამასთან ის გაბედულია, მეგობრებო. ეს ჩვენი პრივილეგიაა, როდესაც შენ ამა თუ იმ სფეროში ექვემდებარები ღმერთის სიტყვას,
აძლევ ღმერთის სიტყვას ადგილ შენ ცხოვრებაში, ამას მოყვება სიცოცხლე, ამას მოყვება სინათლე და იმ სფეროში შენ გეძლევა იურიდიული უფლება, რომ შენ მამიკოსთან მიხვიდე ლოცვით და მოითხოვო, რაც შენი მემკვიდრეობის ნაწილია. ის აღთქმები, რომელიც მისივე სიტყვაში წერია ჩვენთვის. ახლა ცოტა უფრო ჩაუღრმავდეთ სინათლის არსს და მის შესაძლებლობებს. პირველი ჩვენ ვთქვით, რომ სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. ეს არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი სისწრაფით მოქმედებს სინათლე. ანუ ღმერთი არასოდეს არ აგვიანებს. ჩვენ ვართ ხოლმე, რომ სინათლეში გვიჭირს გადასვლა, თორემ როგორც კი გადადიხარ სინათლეში, ბნელი ავტომატურად გშორდება. ერთი ადგილი მინდა გავიხსენო, ისევ იოანეს სახარებიდან, მე-11 თავიდან, როდესაც ლაზარე გახდა ცუდად. აი, სინათლეზე ცოტა სხვანაირად შეგვახედა უფალმა იესო ქრისტემ. შეატყობინეს იესოს, რომ მოწაფე, რომელიც გიყვარს, შენ რომ გიყვარს ის ადამიანი, ცუდად არისო უფრო სწორად და იესომ გადაწყვიტა, რომ იუდეაში წასულიყო. და ნახეთ რა შეუბნება. მერე კი უთხრა მოწაფეებს, ისევ იუდეაში წავიდეთ. მოწაფეებმა უთხრეს, რაბი, იუდევლები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და ისევ იქ ბრუნდები? ნახეთ რა საინტერესო მომენტია. იუდევლებს უნდოდათ იესო ქრისტეს ჩაქოლვა. სწორედ იმიტომ, რომ მან თავის თავი გამოაცხადა ღმერთის ძედ და მამად მოიხსენებდა ღმერთს. და ამის გამო მისი კლდიდან გადაგდება მოინდომეს, მისი ჩაქოლვა მოინდომეს. და მოწაფეები ხედავენ, რომ იესო ქრისტე ისევ აპირებს იმ მტრების შუაგულში შესვლას, ვისაც მისი ჩაქოლვა უნდოდა და ლოგიკურია გაუშვათ კითხვა, უფალო, რას ამბობ, ძლივს გამოვახციეთ იქიდან. მაგრამ იესოს პასუხი ნახეთ როგორია. 12 საათი არ არის დღეში განა, ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს. ეს არის იოანეს სახარების მე-11 თავის 7-10 მუხლებს კითხულობ. განა 12 საათი არ არის დღეში, ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს. ნახეთ რა საინტერესო ჭეშმარიტება გააჟღერა იესო ქრისტემ. ისევ მინდა ცოტა ხანი ჩაგაფიქროთ. უკი იესო ქრისტე ამბობს, რომ ვინც აი ამ დღის სინათლეში დადის, არ წაიბორძიკებს. ჩვენ რატომ ვბორძიკდებით ხოლმე ხანდახან? იქნებ სწორედ აქ არის პასუხი, რომ რომელიღაცა სფეროში ჩვენ ადგილი არ მივეცით სინათლეს. რა გზებით შეიძლება იყოს ეს? შეიძლება თუნდაც ერთი პატარა უპატიებლობა იყოს. შეიძლება თუნდაც იყოს პირველობის სურვილი. შეიძლება თუნდაც იყოს შური. შეიძლება თუნდაც იყოს რისხვა. შეიძლება თუნდაც იყოს სხვისი რაღაცის ნდომა. არ ვიცი რა არის აქ. უბრალოდ ცოდვის სიყვარული, იმიტომ რომ წმინდა წერილში წერია, რომ დაინახეს მათ სინათლემა და არის სურვეს ამ სინათლეში მისვლა, იმიტომ რომ სიბნელის საქმეები უფრო მეტად შეიყვარეს. კი, მაგრამ მე იესო ქრისტეს შვილი ვარ. როგორ შევიყვარებდი სიბნელის საქმეს? ამაზე არ არის საუბარი, მეგობრებო. თქვენ გვიყვარს ღმერთი, რა თქმა უნდა. მაგრამ შესაძლებელია არის დარჩენილი სფეროები, სადაც რაღაცას ვერ ველევით, არ გვეთმობა. და ბოლომდე არ ვახედებთ ჩვენ საქმეში იესო ქრისტეს. იცით, აი ხო არის არა? უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები, რომლებმაც თითქმის ჩვენზე ყველაფერი იციან. მაგრამ მაინც შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რასაც შენს უახლოეს მეგობარსაც კი არ აჩვენებ და რაშიც არ ჩაახედებ შენს უახლოეს მეგობარსაც კი. ეს შეიძლება უახლოეს მეგობარს ამ ქვეყანაზე მართებულად გაუკეთოთ, მაგრამ არა იესო ქრისტეს. ღმერთის სულისგან, იესო ქრისტესგან არაფერი უნდა კონდეს დაფარული. იმიტომ რომ ის მაინც ყველაფერს ხედავს. შეიძლება რასაც ღმერთს ვეუბნები, ვერ უთხრა ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბოლომდე ვერ უთხრა. მაგრამ არაფერი უნდა მქონდეს დაფარული იესო ქრისტესგან. იესო ქრისტეს ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში გულახდილად უნდა ველაპარაკო. კი, მაგრამ რაც უკვე დავფარე, რაც არასწორი ნაბიჯები გადავდგი, იმას რაღა მოუხერხო.
ისევ იესოს უნდა ელაპარაკო. იცით როგორ არის? აი ყოფილა ხოლმე მომენტები ჩემს ცხოვრებაში, რომ 1 თვე, 2 თვე, 3 წელი, 5 წელი მიფიქრია, რომ რაღაცაში სწორი ვარ და მართალი ვარ. მაგრამ ერთი აზრი მიღიტინებს, იქნებ იქ შევცდი და დამიწყია მე გულის გადაშლა იესო ქრისტესთან თანდასრებაში. ლოცვაში და მithქვამს, უფალო, აი აქ ბოლომდე დარწმუნებული მაინც და მაინც არ ვარ, რომ ყველაფერი სწორადაა. შენ რას ფიქრობ ამაზე? იცით, ხანდახან გულის გადაშლა ყველაფერს აგვარებს. ღმერთის სული მოდის და ის გეხმარება, რომ შენი თავი დაინახო მისი თვალებით. ის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი, შეამჩნიო, მოინანიო და როგორც მოგვიანებით წავიკითხავთ, როცა ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის ერთგული და მართალი წმენს ყოველგვარი დანაშაულისგან და უმართლობისგან. ნახეთ, რას ამბობს იესო ქრისტე. 12 საათი არ არის დღეში. ვინც დღისით დადის არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს. აქ წუთისოფლის სინათლეზეა ყურადღება გამახვილებული. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში. პირველი, რასაც აქედან ამ მონაკვეთიდან ხედავთ, ის არის, რომ ღმერთმა მკაფიოდ გამიჯნა სიბნელე და სინათლე. არ მოწონს ღმერთს, როდესაც სიბნელეს სინათლეში უურავთ. შეუძლებელია ადამიანი სინათლეშიც იყოს და სიბნელეშიც იყოს. შენ რომელიმე სფეროში ან გაქვს ღმერთის სინათლე, ან არ გაქვს, ან დაცული ხარ, როგორც სინათლეში მავალ ადამიანს შეეფერება, ან გამუდმებით ღებულობ დარწმებს. და ისევ მინდა ჩავფიქრდეთ, მეგობრებო. ჩვენ ცხოვრებაში ხომ არ არის სფეროები, სადაც თითქოს ერთი და იგივე ადგილზე მოძრაობთ, სადაც თითქოს წინ ვერ მივდივართ, თითქოს ჯადოსნურ წრეზე დავდივართ, ვერ მოხდა გარღვევა, იქნებ რაღაცას ხელი უნდა გაუშვათ. იქნებ უნდა დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ ღმერთო, დავიღალე ადამიანურად რაღაცეების მოგვარებით, მინდა შენ დაგითმო ჩემი ცხოვრების ეს სფერო. მინდა ბოლომდე დაგემორჩილო. გამომიცხადე შენი ნება. რა გინდა უფალო რომ გავაკეთო? შემეწიე ღმერთო. მაზიარე შენს ჭეშმარიტებას. იესო ქრისტემ თქვა, დანა 12 საათი არ არის დღეში. ამით მან თქვა, რომ დღეს თავისი ადგილი აქვს, ღამეს თავისი ადგილი აქვს. არის დღისთვის გამოყოფილი დრო, არის ღამესთვის გამოყოფილი დრო. და ისინი ერთმანეთში ვერ შეერევა. დაგვანახა, რომ სინათლეში სიარული ნიშნავს ბნელის დამარცხებას, ბნელის განეიტრალებას, ბნელს შენზე ზეგავლენა ვეღარ აქვს, იმიტომ რომ თუ დღისით დადიხარ, სიბნელე ვერ გეკარება, არ წაიბორძიკება გეუბნება იესო ქრისტე, მაგრამ ასევე ისიც დაგვანახა, რომ ჩვენ არა მხოლოდ სინათლეში უნდა ვიყოთ, სინათლეც უნდა იყოს ჩვენში. იმიტომ რომ ნახეთ ბოლოს როგორ დაამთავრა. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან სინათლე არ არის მასში. მეგობრებო, ჩვენ შეიძლება კიდეც გადავედით იესო ქრისტეში. კიდეც გაგვანთავისუფლა უფალმა წყევლისგან, მაგრამ ჩვენი გულებიდან წყევლა ვერ გამოვდებით. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ისრაელიანთა ეგვიპტიდან განთავისუფლება. აი გამოვიდნენ, ფარაონის ტყვეობაში აღარ არიან, სხვისი მონები აღარ არიან, მაგრამ ეგვიპტის სიყვარული გულიდან ვერ ამოიგდეს. აი ჩვენს მეგობრებო, ოფიციალურად, იურიდიულად შესაძლოა ქვეყნიერების ტყვეობაში აღარ ვიყოთ. შეიძლება ძალიან ბევრ რამეზე დავიმარჯვეთ კიდეც, მაგრამ შეიძლება არის ჩვენს გულებში დარჩენილი ეგვიპტის ქვეყნიერების სიყვარული. ამან ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ისრაელიანებს უდაბნოში. ძალიან ბევრი პრობლემა. ისე რომ ზოგიერთი მათგანი აღთქმულ მიწაზე ვერც კი შევიდნენ. ძირითადად ისინი, ვინც შეჩვეული იყო და შეყვარებული იყო ეგვიპტეზე, ვინც შეჩვეული იყო და შეყვარებული იყო ქვეყნიერებაზე. თუმცა მათგანაც შევიდნენ და ისინი, ვინც ახალგაზრდები იყვნენ, ახალი თაობა იყვნენ და უფლის შემეცნებაში იზრდებოდნენ, მათ დაიმკვიდრეს. ანუ 20 წლის ქვემოთ ვინც იყვნენ. ეს რაღაცაზე მეტყველებს, მეგობრებო. მოდით შევიყვაროთ უფალი მთელი გულით. მხოლოდ სინათლეში კი არ უნდა ვიყოთ, სინათლეც უნდა იყოს ჩვენში. ეს როგორ უნდა მოხდეს, მეგობრებო?
ჩვენი მიდგომები უნდა შეიცვალოს. წმინდა წერილში წერია რომაელთა მიმართ მე-12 თავში, რომ ნუ დავემსგავსებით ამ ქვეყნიერებას. არამედ ჩვენი გონება უნდა იყოს განახლებული. ჩვენი გული უნდა იყოს განახლებული. რას ნიშნავს ეს? გონება და გული რომ უნდა იყოს განახლებული. იმას, რომ ადრე თუ სადღაცა შენს ძალებზე იყავი დაყრდნობილი, უნდა ისწავლო უფლის ძალაზე დაყრდნობა. იცით, განსაკუთრებით ჭკვიან ადამიანებს ეს პრობლემა აქვთ ხოლმე. ნიჭიერ ადამიანებს აქვთ ხოლმე ეს პრობლემა. სანაცნობო რო ყავთ, ძლიერი ოჯახები რო ყავთ, ფინანსური შესაძლებლობები რო აქვთ, ამ ადამიანებისთვის პრობლემა არის ხოლმე. ღარიბებს და გლახაკებს ნაკლებად უჭირთ ღმერთზე მინდობა, მაგრამ როდესაც ბევრი წყარო გაქვს საკუთარი სურვილის დაკმაყოფილების, მაშინ გიჭირს ღმერთზე მინდობა. განა იესო ქრისტემ თქვა, რომ დიდრებისთვისო ძალიან ძნელიაო ცათა სასუფეველში შესვლა. იმაზე უფრო ძნელი, ვიდრე აქლემის ნემსის ხუნტში გაძრომაო და კითხეს, ვიღას შეუძლიაო აბა? და იესო ქრისტემ თქვა, რომ ის რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძნელია მათთვის, ვინც საკუთარ ქონებაზეაო დაყრდნობილი, საკუთარ ძალებზე, საკუთარ შესაძლებლობებზე. იცით, აი რამდენი წელია მორწმუნე ვარ და აი ახლაც კი რაღაცა გამოწვევა რომ მოდის ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, გამოგიტყდებით და ძალისხმევა მჭირდება, რომ ჩემი ფოკუსი, ჩემი შესაძლებლობებიდან გადავიტანო სულიწმინდის შესაძლებლობებზე. ნებისმიერ მსახურებაში, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, ნებისმიერ საქმეში, ჩემ შვილებთან ურთიერთობაში, მეუღლესთან ურთიერთობაში. იცით, ძალიან ადვილია თუნდაც საკუთარ შვილებს, როდესაც ძლიერი პიროვნება ხარ და ავტორიტეტი ხარ სახში, უბრალოდ უბრძანო და გააკეთებინო რაღაც. ძალიან ადვილია. მაგრამ რამდენ ხანს უბრძანე? თუ შენ სულიწმინდას არ ეყრდნობი საკუთარი შვილების აღზრდაში, რამდენ ხანს უბრძანე? და ეს შეიძლება აღმოჩნდეს სიბნელე შენ ცხოვრებაში. იცით, ჩვენ ხანდახან მანიპულირებთ ხოლმე. სამსახურში თუ უფროსი ხარ, მანიპულირებ, არ გადაუხდი ხელფას, არ დააწინაურებ. თუ სადღაცა რაღაცის ხელმძღვანელი ხარ, ჩვენს ქვეშევრდომებს არ დაათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაღაცეებით მანიპულირებ. ხორცდებ იმედს და არა ღმერთის სულზე. ნახეთ 120 ფსალმონში მეფე დავითი ამბობს, თვალებს მივაპყრობ მთებისკენ, საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას, არ ჩათვლებს შენი დამცველი. რაზე ლაპარაკობს მეფე დავითი? მეფე დავითიც ამაზე ლაპარაკობს, რომ ჯერ მთებისკენ გაურბის თვალები. იერუსალიმი მთებშია აშენებული. რატომ არის მთებში აშენებული? იმიტომ რომ მთებში თავს ადვილად იცავდნენ მეგობრები. მაშინ ის დრო არ იყო თვითფრინავები რომ იფრინავენ ახლა და артиლერია რო კილომეტრებზე და ბალისტიკური რაკეტები რო დაფრინავს. მაშინ ის მთა უნდა დაგეპრო, უნდა ასულიყავი, აი ჯვარზე რო ადიხართ ჩვენთან. როგორ არის არა კლდეზე ნაშენები? რატო იყო იმ კლდეზე? რატო დაბლა მდინარის პირას არ ააშენეს? იმიტომ რომ მდინარეზე ჭალებზე ტერი ადვილად შემოდიოდა და აი იმ სიმაღლის დაპყრობა ძალიან უჭირდათ. რა იყო მთა დავითისთვის? მისი სიმაგრე იყო, ის ფედართმთავარი იყო, ის ჯარის სარდალი იყო. საიდან არის ჩემი შეწევნა? იმ მთაზე ხომ არ დავიმალო? ადამიანს როდესაც კარგი ხმალი აქვს, ფინანსური შესაძლებლობები აქვს, კარგი სანაცნობო ყავს, იმედს დებს ხოლმე ამაზე. წეგან ამაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ დავითი შემდეგ ასწორებს თავის აზრებს, ფოკუსის სწორებს და იძახის. არა, ჩემი შეწევნა მთებისგან არაა, ჩემი ძალებისგან არაა, ჩემი შეწევნა უფლისგანაა. გახსოვთ ერთხელ იოაბ ცერუიას ძეს, თავის მამიდაშვილს თუ არ ვცდები, დაავალა, წადი ერთი ჯარი დაითვალე, რამდენია ხმის ამომწვდელიო ისრაელში. და რა მოხდა? ღმერთმა ეს ცოდვაში ჩაუთვალა. რატომ? იმიტომ რომ დავითს გონება გაექცა და იმედი დადო ხორცზე და ბნელმა ამით ისარგებლა. მეგობრებო, ნახეთ, რა არის თქვენი იმედი თქვენ ცხოვრებაში. იქნება არის რაღაცები, რაზეც ვდებთ იმედს და სწორედ ამიტომ ახერხებს ბნელი ჩვენს დაზარალებას.
მოდით გადავბარგდეთ სიბნელიდან სინათლეში. მოდით ჩვენი იმედი დავდოთ ღმერთზე. კიდევ როგორ შეიძლება განვიახლოთ გონება? სტაბილურები უნდა ვიყოთ ეკლესიაში სიარულით, ლოცვაში, ღმერთის სიტყვასთან მოზიარეობაში. სხვანაირად გონება არ ახალდება. ჩვენ წეგანაც წავიკითხეთ, მეგობრებო. მოდის სიტყვა და ეს სიტყვა სიცოცხლის მატარებელია. და ამ სიცოცხლეს მოყვება სინათლე და უცებ რომელიღაცა ქადაგებისას, რომელიღაცა ლოცვაში, რომელიღაცა მონაკვეთის წაკითხვისას წმინდა წერილიდან შენს გონებაში სიცოცხლე შემოდის, სინათლე შემოდის და სიბნელე ქრება. რაღაცა ცოდვისადმი დამოკიდებულება ქრება, რაღაცა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება ქრება, სადღაცა სიბრაზე ქრება, სადღაცა უპატიებლობა ქრება, სადღაცა მიდრეკილება ქრება, გამოცხადებას ღებულობ, გონება გინათდება. ნახეთ როგორ წერია 56-ე ფსალმოში, უზენაეს ღმერთს მოუხმო. ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს შემზე. რას ნიშნავს მოუხმო? მოუხმობ, როდესაც მის სიტყვას კითხულობ, მას მოუხმობ, როდესაც ლოცულობ, მას მოუხმობ, როდესაც კრებულში მიდიხარ, ეკლესიაში მიდიხარ, ჩვენმა ეპისკოპოსმა რო თქვა რა, ბირჟას ამაგრება რა, თითქოს ვითომ ერთი უხეში შედარებაა, მაგრამ ძალიან კარგი შედარებაა. იქ ახარ, სადაც უფალი გელოდება. ეს არის უფალთან უწყვეტი კავშირი. აბა სხვანაირად როგორ? თუ არ ვილოცებთ, თუ არ წავიკითხავთ, თუ ჩვენ როგორც ერთ ოჯახს ერთმანეთთან მოზიარეობა არ გვექნება, საიდან შემოვა ეს სიცოცხლე შენში, საიდან შემოვა ეს სიტყვა შენში? აი ახლა ზიხარ შენ და ღმერთის სიტყვას ისმენ. და ეს სიტყვა თავის წილ სიცოცხლე შემოიტან შენში. შეიძლება რომელიღაცა მომენტში მიხვდე რაღაცა გაჭირვების მიზეზ შენ ცხოვრებაში, რაღაცა შემოტევების მიზეზ შენ ცხოვრებაში. და როცა მიხვდები, დამერწმუნე, ძალაც მოგეცემა იმისთვის, რომ ამ რაღაცისგან განთავისუფლდე. ნახეთ როგორ წერია, უზენაეს ღმერთს მოუხმობ. ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს შემზე. აქცენტი ისევ ღმერთია. ზეციდან გამომიგზავნის ხსნას, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს, თავის წყალობასა და ჭეშმარიტებას გამომიგზავნის ღმერთი. ნახეთ, როდესაც სინათლეს მოუხმობ, როდესაც ღმერთს ეძიებ გამუდმებით, ის პასუხობს და ყველა ვინც კი შენ შერცხვენას და გათელვას ცდილობს, ის ანადგურებს, ის ამარცხებს. რატომ? იმიტომ რომ სინათლე ბნელში ანათებს და ბნელი ვერ მოიცავს სინათლეს. კიდევ ერთი მომენტი, ნახეთ, არ უნდა განვიკითხოთ სხვები და ვიყოთ თავმდაბალი. კი არ უნდა გვეშინოდეს, უნდა გვწამდეს. ესეც საკუთარ გულში სინათლის ტარებას ნიშნავს, მეგობრებო. იმიტომ რომ წმინდა წერილში ერთი ძალიან ძლიერი აღთქმა არის. ნუ განიკითხავ და არ განიკითხები. არადა ადამიანებს როგორ გვჩვევია რომ ერთმანეთი განვიკითხოთ. ჩვენ არა ვართ თავმდაბლები. ჩვენ ავტომატურად თავმდაბლები არ ვართ, მეგობრებო. აი კიდევ გეტყვი, შეიძლება ლოცვის ჯგუფში დავდივართ და თუ ვიღაცა არ მოდის ლოცვის ჯგუფში, უკვე რაღაცნაირად ჩვენი ტონალობა მისადმი შეიძლება შეიცვალოს. საყვედურის თქმა მოგვინდეს. ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს, მეგობრებო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვფიქრობთ, გვაქვს უფლება ვიღაცას ვუსაყვედუროთ. რატომ? იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ იმათზე მართლები ვართ. არადა უფალე ამბობს, რომ არავინ არის მართალი. იცი შეიძლება ის დამნაშავეა, დიახ, თუმცა არა. თუ არ არის მობილიზებული, თუ არ გრძნობს პასუხისმგებლობას, თუ სხვის ხარჯზე ცდილობს გასვლას, კი ბატონო, მაგრამ ჩვენს წინაშე კი არ არის დამნაშავე. ღმერთის წინაშეა. მოდი ჩვენს თავზე ვიყოთ პასუხისმგებლები, იმიტომ რომ ვინც თავს დაიმდაბლებს, იმას აამაღლებს უფალი და ამაღლება სინათლეში დამკვიდრებას ნიშნავს, მეგობრებო. 127 ფსალმონში წერია 6-8 მუხლები. ამაღლებულია უფალი, მაგრამ ხედავს თავმდაბალს. მედიდურს კი შორიდანვე ცნობს. შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს. ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების
რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი. უფალი თავის განზრახვას აღასრულებს შემზე. უფალო, მარადიულია წყალობა შენი, ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს. მეგობრებო, არ ვიცი თუ მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ნახეთ, ისეთი მუხლები მაქვს შერჩეული, სადაც აქცენტი უფლის მოქმედებაზეა გადატანილი. ნახეთ, წინა ფსალმუნში წავიკითხეთ. ღმერთს მოუხმობო, რომელიც თავის ზრახვას აღასრულებს ჩემზე. იმის წინა ფსალმუნში წავიკითხეთ. ჩემი შეწევნა უფლისგანაა და ის არ დაუშვებსო შენს წაბორძიკებას. ახლა ფსალმუნში წავიკითხეთ. ხელს გამოისვი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი. უფალი აღასრულებს თავის განზრახვას ჩემზე. ნახეთ მეგობრებო, როდესაც ჩვენ სინათლეში ვმკვიდრდებით, ღმერთი აღასრულებს, ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმებს ჩვენ ცხოვრებაში. და ბრუკლინის ეკლესიის ჯგუფში თავგდე კიდეც ეს დღეები ვაზიარებდი მუხს, თუ მიაქციეთ მეთქი ყურადღება. ნახეთ, პირველი სამუელის 2:9 მუხლი. ჰანას ლოცვა გახსოვთ, როცა სამუელი გაუჩინა ღმერთმა და საგალობელი აღმოხდა ბაგიდან ჰანას. რას ამბობს? იცავსო თავის წმინდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი. ნახეთ, რამხელა სიბრძნე ქონდა ჰანას და როგორ მიაღწია აღთქმის დამკვიდრებას, რადგან ერთ რამეს მიხვდა. მთებს კი მიაპყრო თავიდან თვალები. ქმარს ეწუწუნებოდა და ქმარმა უთხრა, მე როგორ მოგცემო შვილებს? და შემდეგ ისწავლა ღმერთზე იმედის დადება და თქვა, საკუთარი ძალით კაცი ვერ გაიმარჯვებს. ღმერთია მისი გამარჯვებელი და ბოროტეულნი კი სიბნელეში დადუმდებიან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მეგობრებო, რომ ღმერთია ჩვენი მხსნელი, როცა სიბნელიდან სინათლეში გადავდივართ. კი არ უნდა შევშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მარჯვენა გვიხსნის. უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩვენზე. უფალო, მარადიულია წყალობა შენი და ნუ მიატოვებო შენი ხელის ქმნილებებს. ეს იცით რას გავს მეგობრებო? მე ადრეც მომიყვანია თქვენთან ეს მაგალითი და ძალიან მომწონს. ძალიან თვალსაჩინო მაგალითია. აი დღესაც კიბეებზე რო ჩავდიოდი ევასთან ერთად ეკლესიაში რომ მივდიოდით, კიბეს როგორც კი მიუახლოვდება, გაჩერდება ხოლმე და ეგრევე ხელს მიწვდის. ხელს მიწვდის, მაგრამ ხელს რო ვკიდებ, მე იმაზე არ ვარ დამოკიდებული, ის რამდენად მყარად მკიდებს ხელს. ძალიან ხშირად მაჯაში ვავლებ ხოლმე ხელს, რომ მისი თითები არ გამისრიალდეს. რატომ იცით? მე არ მინდა მისი მოჭიდების უნარზე იყოს დამოკიდებული მისი უსაფრთხოება. ის ჩემს მარჯვენაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ჩემი მარჯვენა უფრო ძლიერია. როდესაც აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ღმერთი თავისი მარჯვენით გვიხსნის ჩვენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იღებს ინიციატივას. ის დაიჭერს შენს ხელს და კიდეც რომ რაღაცა შეგეშალოს, ხელს არ გაგიშვებს. რადგან იესო ქრისტემ როგორ თქვა, ჩემი მამის ხელიდან ვერავინ წაგლეჭსო. მამას ვუჭირავთ ჩვენ მეგობრებო. მამაზე მინდობაც გონების განახლებაა. სინათლის ტარებაა ჩვენს გულში და როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებებს ვღებულობთ, რაღაცა მიმართულებას ვირჩევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ძალებზე კი არ უნდა ვიყოთ დაიმედებული. ღმერთის მარჯვენაზე უნდა ვიყოთ დაიმედებული. ბევრი აღარ მინდა დავაგრძელო, კიდე ერთ მონაკვეთს ავიკითხავ, აქაც სინათლეზეა საუბარი და იესო ქრისტეზე. იოანეს მეათე თავი 27-30 მუხლები. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ვერავინ წაგლეჭს მათ ხელიდან. მამა ჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუც მამა ჩემის ხელიდან წაგლეჯვა. მე და მამა ერთი ვართ. და კიდე ერთი მონაკვეთი იოანეს პირველი წერილიდან. აჰა, უწყება პირველი თავიდან 5-7-9 მუხლები, რომელიც მისგან მოვისმინეთ და თქვენ გაუწყებთ. ღმერთი არის სინათლე და არავით არის სიბნელე არ არის მასში.
და თუ ვამბობთ რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ტყუვით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით. ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი გვწმენს ყოველგვარი ცოდვისგან. იცი რა, ზოგიერთებს გონიათ ხოლმე, არ არის აუცილებელი რომ ეკლესიაში ვიარო, მე ჩემთვის ვიქნები მორწმუნე, ონლაინ მოусმენ. გასაგებია მეგობრებო. არის მომენტები, როდესაც სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არ გაქვს და ონლაინაც მსახურებაზე დასწრება არის სუფთა ჰაერის ერთი ყლუპი შენს ცხოვრებაში. მაგრამ ნახეთ აქ როგორ წერია, ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი გვწმენს ყოველგვარი ცოდვისგან. თუ სინათლეში დავდივართო, წმინდა წერილი გვეუბნება, მაშინ ერთმანეთთან მოზიარეობა გვაქვს. შეუძლებელია მეგობრებო, ერთმანეთთან მოზიარეობის გარეშე ჩვენ შევინარჩუნოთ სინათლეში სიარულის ტენდენცია. ხოლო თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენს ყოველგვარი უმართლობისგან. ეს აღთქმაა მეგობრებო. ღმერთს უყვარს თავმდაბლები. თუ ერთმანეთთან მოზიარეობა გვაქვს, თუ ხანდახან ერთმანეთთან დაშვებული შეცდომების გამოც თავს დავიმდაბლებთ და ერთმანეთთან ვაღიარებთ ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი მსმენს. ხანდახან უბრალოდ ღმერთთან ვაღიარებთ ხოლმე ცოდვებს და მაშინაც ის ერთგული და მართალი წმენს ყოველი ჩვენი შეცოდებისგან. მაგრამ მე ძალიან ღრმად მწამს მეგობრებო, რომ თუ ვიღაცას სახალხოდ მივაყენე შეურაცხყოფა, თუ ვიღაცასთან შეცდომა დაუშვი, საკმარისი არ იქნება ჯანსაღი მოზიარეობისთვის, რომ სახში მარტო დავიჩოქო ჩემი საწოლის წინ და უთხრა უფალო მაპატია არასწორად მოვიქეცი. ალბათ კარგი იქნება თავის დამდაბლება სახალხოდ. ალბათ კარგი იქნება იმ ადამიანთან მისვლა და პატიების თხოვნა. იმიტომ რომ იცით როგორ არის მეგობრებო? ადამიანების ურთიერთობას, მოზიარეობას, განსაღი ატმოსფერო და განკურნება ჭირდება ხშირად. ხანდახან იცით როგორ ყოფილა შეცდომა რომ დამეშვია, მიგრძნია რომ ადამიანს ვაწყენინე და მე მიმხვდარ ვარ, მივსულ ვარ, ბოდიში მომიხდია და იცით როგორი რეაქცია? არა ძმაო, რას ამბობ, არაფერი არ მწყენია. გამიადვილა შერიგება. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვაწყენინე. მოდი ერთმანეთს გაუადვილოთ მეგობრებო, შერიგება. გაუადვილოთ ერთმანეთს ჯანსაღი მოზიარეობა ერთმანეთთან, იმიტომ რომ თქვენ თუ სინათლეში სიარული გვინდა, ერთმანეთთან მოზიარეობა უნდა გქონდეს. ხანდახან ადამიანს შეიძლება უსამართლოთაც ეწყინოს რაღაცა, უსაფუძვლოთაც. ხანდახან იცით, ყვილადაც მომიხდია ბოდიში. იმიტომ რომ ხედავ რომ ვერ ერევა საკუთარ თავს, ხედავ რომ რაღაცა გონია, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ გამიადვილებია. იცი, თუ მიგაჩნია რომ ძლიერი ხარ და სულიერი ხარ, გამოიჩინე ინიციატივა. გადადგინა ბიჯი პირველმა. წინ წაიწიე. ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცა ბრალს რო დაგდებს, ყველაფერზე თავი უქნიო, ეხლა არ ვაწყენინო და რაღაცა არა. თუ მიგაჩნია რომ სწორი ხარ და ცდება, რაც შეიძლება მშვიდად გამოუნთავისუფლე შენი არგუმენტები. მაგრამ სიყვარულით. დაანახე რომ გიყვარს და შენთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი. და უფალი დაგეხმარება. თუ შენი გული მოეწონება უფალს, ერთანაც კი შეგარიგებს, არა თუ შენივე ეკლესიაში მოსიარულე დაძმასთან. იმიტომ რომ ნახეთ, აი ასე წერია მეგობრებო. ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან. ეს პატარა განაცხადი არ არის მეგობრებო. ჩვენ ხანდახან იმდენად მგრძნობიარენი ვართ ხოლმე, რომ ჩაკეტვა გვირჩევნია ურთიერთობას და მოზიარეობას. მაგრამ ნახეთ წმინდა წერილი რას ამბობს. თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან. და თუ სინათლეში დავდივართ, იცით როგორ წერია?
ბნელი ვერ გვეკარება. ვიღაცა შეიძლება შენი ჩაკოლვა უნდოდეს, შეიძლება მტერ შენი დაზარალება უნდოდეს, მაგრამ ვერ გერევა, იმიტომ რომ ბნელმა ვერ მოიცვა სინათლე. და თუ სადღაცა სინათლეში ვერ დავრჩით, რაღაც შეგვეშალა, ყავს ჩვენ ნუგეშის მცემელი. გვასწავლის ჩვენ სულიწმინდა. მივიდეთ, ვაღიაროთ, თუ საჭიროა ერთმანეთის წინაშე, თუ საჭიროა ჩვენი უფლის წინაშე, ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები და ეს ერთგული და მართალი ვაპატიებს ცოდვებს და დაგწმენს ყოველგვარი უმართლობისგან. ამინ მეგობრებო. უფალმა დაკურთხოთ, უფალმა დაგამკვიდროთ სინათლეში, სულიწმინდამ გაანათოს თქვენი გონება, თქვენი გულები, შეგაძლებინოთ რომ დაინახოთ ყველა ის ბნელი კუთხე-კუნჭული თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რომელსაც ჭირდება ღმერთის სიტყვის სიცოცხლე და სინათლე, სადაც გჭირდებათ რომ სიბნელიდან გადმოინაცვლოთ და სინათლეში გადახვიდეთ და რაც არ უნდა იყოს საჭირო ამისთვის, ღმერთზე მინდობა, სიცრუეზე უარის თქმა, საკუთარ ძალებზე უარის თქმა, ერთმანეთთან მოზიარეობა, ერთმანეთის სიყვარული, პატიება, თავის დამტაბლება თუ რასაც კი დაისაჭიროებს. სინათლეში დარჩენა, მოდით ჩავეჭიდოთ, დავრჩეთ სინათლეში და სინათლე ჩვენში დარჩეს და როგორც წერია, თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩებიან, ითხოვეთ რაც გინდათ. და მოგეცემთ, გექნებათ თქვენ. ამინ. და ისევ აი ამ ჩემი ამ კვირის ფავორიტი მუხლი ეს არის. იცავს თავის წმინდანთა ნაბიჯებს. 1 სამუელის 2:9. ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი. მიხარია, რომ ვიცი, რომ ჩემი ძალები საკმარისი არ არის, მაგრამ მაქვს ყველაზე დიდ ძალასთან მისადგომი, რომელიც არის ჩემი ღმერთი, ჩემი ბატონი, ჩემი უფალი, ჩემი მამა, სამყაროს მბრძანებელი და მეფეთ მეფე. ამინ ძვირფასებო. მოდი წამოვდგეთ და ვილოცეთ.